როცა ღმერთი ცეცხლით განსჯის სამყაროს, როგორ გაუხსნის ხსნის გზას კაცობრიობას. დღეს ქადაგებით. 2 სამსჯავრო და პასექი. შევისწავლოთ ღვთის სიტყვა და ბიბლიით დავადასტუროთ ხსნის ეს გზა, რათა ყველამ შევძლოთ მისით ერთგულად ვიაროთ. 2 სამსჯავრო ნოეს წარღვნის დროს ეხება, როდესაც ღმერთმა პირველად წყლით განსაჯა სამყარო, ხოლო მეორე, უკანასკნელ დღეებში, როდესაც ღმერთი კვლავ ცეცხლით განსჯის სამყაროს. დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ და იცნობთ ბიბლიის ამ ჭეშმარიტებებს. რატომ განისჯება სამყარო? მოდით განვიხილოთ ის დრო, როდესაც ღმერთმა განსაჯა სამყარო. ნოეს დღეები, სოდომისა და გომორის დღეები და უკანასკნელი დღეები. რა აქვთ საერთო ამ ყველა დროს? თითოეულ ამ პერიოდში ხალხი იყო მეამბოხე, ღვთისგან გაუცხოებული, ბოროტი და უზნეო. ამ ტიპის სოციალური ფენომენი იმ დროს არსებობდა. ლოცულობ, რომ დღეს გავაცნობიეროთ, თუ როგორ იყენებს ჩვენი მტერი ეშმაკი, ბოროტ სქემებს ნოეს, სოდომისა და გომორას დღეებში და უკანასკნელ დღეებამდეც კი. ხალხის ღვთისგან ჩამოსაშორებლად. ქადაგებით 2 სამსჯავრო და პასექი. ღვთის სიტყვის შესწავლა დავიწყოთ ებრაელთა მე-11 თავის, მე-6 მუხლით. განვიხილოთ ებრაელთა მე-11 თავის, მე-6 მუხლის სიტყვები. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა. როდესაც სახარების გზაზე მივდივართ, ჩვენზე მუდმივად მოქმედებს სამყარო. ჩვენ ძალიან ადვილად ვეთვისებით ჩვენს გარემოს. გარშემო მყოფთა აზროვნებას, ცხოვრების წესსა და საზოგადოების ჩვეულებებს. ღმერთი გამუდმებით ცდილობს ახალქმნილებად გვაქციოს. მას აქვს ნება და სურვილი ჩვენდამი ფიქრობს, ასეთი ადამიანი მინდა რომ იყო. ამის მიუხედავად ხშირად სოფლის გავლენის ქვეშ ვართ. თუმცა რწმენით ჩვენ შეგვიძლია დაუძლიოთ ყველა ეს გავლენა. მაგრამ თუ რწმენა არ გვექნება, საით წავა ჩვენი სულიერი ცხოვრება? საით მიილტვის ჩვენი გული? გარდაულად სოფელს შევხედავთ და ვიფიქრებთ, მაგრამ სხვებიც ხომ ასე იქცევიან. მაშინ ძნელდება ისეთი ცხოვრება, როგორიც ღმერთს სურს ჩვენთვის, ანუ ვიყოთ ხელახლა-შობილნი. სწორედ რწმენა გვიცავს სოფლის გავლენისგან, რადგან ის მიზნად ისახავს ღვთის სასუფეველს, განა ასე არ არის. მოდით გავაგრძელოთ. ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა. ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთის მოშიშობით გაამზადა კიდობანი. თავისი სახლის გადასარჩენად. ამით მსჯავრი დასდო სოფელს და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის ძალით. ნათქვამია, რწმენით მიიღო ნოემ გამოცხადება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთის მოშიშობით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად. მეგობრებო, უხილავი საგნების რწმენა ადვილია. წარმოიდგინეთ მთელი მსოფლიო წყლით დაფარული. ეს ისეთი რამაა, რაც ჩვენგან არავის უნახავს, დღემდეც კი. ნოეს დროს წარღვნა მთელი მსოფლიო დაფარა, წარმოგიდგენიათ? მაშინ ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ ებრაელთა მე-11 თავი ამ მოვლენებს ჯერ უხილავს უწოდებს. ასევე ისიც არ გვინახავს, თუ როგორ განსჯის ღმერთი სოფელს ცეცხლით. მთელ სოფელს ცეცხლის თანთქავს განა წარმოუდგენელი სანახაობა არ არის. და მაინც წერილი ამბობს, რომ ნოემ ირწმუნა. მან ირწმუნა და რა მოამზადა? მან მოამზადა კიდობანი, როგორც ღმერთმა უბრძანა.
ვნახოთ დაბადება მე-6 თავი, მე-9 მუხლი. დაბადების მე-6 თავი, მე-9 მუხლი. ეს არის ნოეს ამბავი. ნოე მართალი უბიცო კაცი იყო თავის მოდგმაში და ღმერთის გზით დადიოდა იგი. და შვა ნოემ 3 ვაჟი, სემი, ქამი და იაფეთი. როგორი იყო მსოფლიოს მდგომარეობა? მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აღივსო იგი ძალადობით. მორალისა და ეთიკის თვალსაზრისით მთელი მსოფლიო უკიდურესად ბოროტი და გახრწნილი გახდა. მოდით ვნახოთ მე-12 მუხლი. და იხილა ღმერთმა ქვეყანა და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან გაერყნა ყოველ ხორციელს თავისი გზა ქვეყანაზე. და უთხრა ღმერთმა ნოეს, ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით და მე აღუგვი მათ მიწიდა. გაიკეთე შენთვის კიდობანი ულპობელი ძელებისაგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და ფისით დაფარე იგი შიგნიდან და გარედან. ამ სიტყვებით ღმერთმა უბრძანა ნოეს, მოემზადებინა კიდობანი და შეეყვანა მასში ყოველი სუფთა და უწმინდური, ცხოველის წყვილი. გავაგრძელოთ 21 მუხლში. და აიღე ყოველი საჭმელი, რაც იჭმევა და მოაგროვე შენთან და იყოს შენთვის და მათთვის საზრდოდ. და გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც უბრძანა ღმერთმა, ისე გააკეთა მან. მიუხედავად იმისა, რომ ვერ წარმოიდგენდა, როგორ განსჯიდა ღმერთის სამყაროს წყლით, ნოემ ერთგულად შეასრულა ღვთის ყველა ბრძანება. ეს იგივე პრინციპია, როგორც დღეს ღვთისმცნებისადმი ჩვენი მორჩილება. იქადაგეთ სახარება სამარიასა და ქვეყნის კიდემდე. დღეს ბოროტ და მრუშ თაობაში ვცხოვრობთ. მაგრამ ასეთ სამყაროშიც კი ღმერთი თავისი საყვარელი შვილების გადასარჩენად მოქმედებს. როგორც ღმერთმა მოამზადა კიდობანი სამყაროს წყლით განკითხვამდე, ამ უკანასკნელ დღეებში მან მოამზადა სიონი, რათა ყველა შევიდეს მასში. განა არ მოგვანდო ძვირფასი მისია, რომ ეს მთელ მსოფლიოს ვაუწყოთ? დღევანდელი ქადაგებიდან მთავარი ისაა, რომ თუმცა ნოეს მსგავსი რამ არ ენახა. მან ღვთის სიტყვა მაინც ირწმუნა და ყველაფერი შეასრულა, როგორც დაევალა. ასევე მომავალი სამსჯავრო ცეცხლით, რომელიც მთელ მსოფლიოს დაატყდება, ჩვენთვის უნახავი მოვლენაა. სწორედ ამიტომ ნოეს მსგავსად ჩვენც უნდა მოვემზადოთ ჩვენი ხსნისთვის ამ ეპოქაში. ჩვენ უნდა წარმართოთ ყველა ხალხი, რათა მათ შეძლონ სიონში დაბრუნება. დღევანდელი ქადაგების სათაურია ორი სამსჯავრო და პასექი და ვხედავთ, რომ ამ ორი სამსჯავროს გარემოებები საოცრად ჰგავს ერთმანეთს. მოდით გადავხედოთ მეორე მოციქულისა პეტრეს მეორე მესამე თავის მე-6 მუხლს. მოციქულისა პეტრეს მეორე მესამე თავის მე-6 მუხლს. და რომ მაშინდელი სოფელი წარღვნის წყლით მოისპო. ეს არის ახსნა ნოეს დროის შესახებ. ხოლო ახლანდელიცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება. სიტყვა, რომელიც ღმერთმა წარმოთქვა, როდესაც სამყარო წყლით გაასამართლა, მისი სიტყვა იყო და მისი განცხადება, რომ ამ სამყაროს ცეცხლით გაასამართლებს, ასევე მისი სიტყვით არის. ხოლო ახლანდელიცა და მიწა, რომლებიც იმავე სიტყვით ინახება, რა არის ისინი, გამზადებულია საცეცხლოდ, რა სახის ხალხია ეს, უღვთო კაცთა განკითხვისა და მოსპობის დღისათვის. საბოლოოდ, ამ წუთი სოფლის უღვთო ადამიანები, ნოეს დროინდელთა მსგავსად, ყველანი განკითხვას დაექვემდებარებიან. ამიტომ არანაირი მიზეზი არ გვაქვს, მივბაძოთ მათ საქმეებს ან მივდიოთ მათ ცხოვრების წესს.
არ უნდა ვთქვათ, სხვებიც ასე აკეთებენ და პრობლემა არ არის. ჩვენი საზომი ყველაფერში ყოველთვის ღმერთი უნდა იყოს. მუდამ ვიკითხოთ, როგორ ხედავს ამას ღმერთი? განა მხოლოდ მაშინ შევძლებთ, ჭეშმარიტ რწმენით ბოლომდე, ერთგულნი დავრჩეთ და ვეზიაროთ იმ ხსნას, რომელიც ნოემ მიიღო 19 მუხლით. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს ზოგიერთებს, რომ დაყოვნებად მიაჩნიათ. არამედ სულ გრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს. არამედ ყველა მივიდეს მოსანანიებლად. ღმერთი ელის, რომ მტკიცედ დავდგებით რწმენის სწორ საზომზე, დაუძლევთ ცუთი სოფელს, ჩვენ სისუსტეებს და გავიმარჯვებთ სატანის ყველა განსაცდელსა და ცდუნებაზე. მე 10 მუხლი. ხოლო უფლის დღე ქურდივით მოვა და მაშინ ზეცანი გრგვინვით გადაივლიან, გავარვარებული კავშირნი დაიშლებიან, მიწა და მისი საქმენი, რაც მასზეა, გადაიბუგება. თუკი ყველაფერი ასე დაინგრევა, როგორღა უნდა იყოთ? როგორც აქ ვხედავთ, როგორ ცხოვრებას უსვამს ხაზს ღმერთი. წმიდა ქცევასა და ღვთისმოსაობაში. ბიბლიის ეს მონაკვეთები გვიჩვენებს, რა მოხდა ნოეს, სოდომისა და გომორას დროს. როცა ხალხი გულგრილი გახდა ღვთისმოსაწონი ქცევის მიმართ და ღვთისმოსაობას განეშორა, ღმერთი განუწყვეტლივ სჯიდა მათ სამსჯავროთი. მუხლი 12. რა კი ელით და ესწრაფით ღვთისმოსვლის დღეს, როცა ალმოდებული ცანი დაირღვევიან, ხოლო კავშირნი დაიწვევიან და დადნებიან. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. წარმოგიდგენიათ ასეთი სცენა? ალბათ იკითხავთ, როგორ შეიძლება სტიქიონები დადნეს? როგორ შეიძლება ზეცანი ცეცხლით დაიცვას? როცა ღმერთმა ნოეს კიდობნის აგება და მასში შესვლა უბრძანა. ხალხი ფიქრობდა, საიდან შეიძლება მოდიოდეს იმდენი წყალი, რომ მთელი დედამიწა დაფაროს. წარმოუდგენელი სცენაა, თუმცა ნოემ ირწმუნა ღვთის სიტყვა, რადგან ეს მისი სიტყვა იყო და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ებრძანა. ასევე უნდა გვწამდეს, რომ ღმერთი მთელ ქვეყნიერებას ცეცხლით განიკითხავს და სიონში უნდა შევიდეთ, როგორც მან ბრძანა. ნუ მიესადაგებით ამ წუთის სოფელს, ნურს ამ თაობის გზებს ისწავლით. წამს, რომ ჩვენი რწმენის გზა ღვთისმოსაობითა და სიწმინდით უნდა წარიმართოს, ამ სწავლებების თანახმად. გავაგრძელოთ მე 13 მუხლით. ხოლო ჩვენ მისი აღთქმისამებ მოველით ახალ ცასა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე. ამიტომ საყვარელნო, რა კი ამას ელოდებით, რა უნდა გავაკეთოთ, იბეჯითეთ, რომ შეუბღალავნი და უბიწონი წარდგეთ მშვიდობით მის წინაშე. მაშ, განა უფრო მეტი მონდომებით არ უნდა ვიღწოდეთ ამ საქმეში. ღმერთმა გვიბრძანა, სწრაფად ვუქადაგოთ კურთხეული უწყება ყველას. სანამ ქვეყნიერებას ცეცხლით განიკითხავს საუკუნის დასასრულს. ეს სასიხარულო უწყება უნდა გავავრცელოთ, რადგან ის დრო უთუოდ დადგება. გადავშალოთ მათეს სახარება 22 თავი, მე 18 მუხლი. მათეს 22 თავი, მე 18 მუხლი. მივიდა იესო მათთან და უთხრა, მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე. ახლა წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი, მონათლეთ ისინი მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით. ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენია და საუკუნის დასასრულამდე. ამინ. ყოველივე, რაც გამცნეთ, ამასთან დაკავშირებით რა გვიბრძანა? მათი დაცვა გვიბრძანა. მეტიც, მან გვიბრძანა, წავიდეთ და ვუქადაგოთ ყველა ერს.
ნოეს დროს ღმერთმა ყველა ცოცხალ არსებას მისცა შესაძლებლობა, სანამ წყლით განსჭიდა სამყაროს. მაგრამ რადგან ხალხი ურჩობდა, ისინი დასცინოდნენ და ამცირებდნენ ღვთის სიტყვას. ისინი ხიზკიას დროსაც დასცინოდნენ ღვთის სიტყვას და დღესაც აგრძელებენ მის დაცინვასა და შეურაცხყოფას. ისინი ყურს არ უგდებენ ღვთის მითითებებსა და დარიგებას. მაგრამ როცა სიკვდილი კარს მიადგებათ და გონს მოეგებიან, იფიქრებენ, კიდობანში უნდა მივიდე, შეძლებენ კი წასვლას. ეს შეუძლებელია. განა ამიტომ არ მიდიან სიონის ოჯახის მრავალი წევრი საზღვარგარეთ, რომ უკადაგონ სახარება მათ. ვისაც ჯერ არ სმენია ეს უწყება, გადავშალოთ ესაიას 43-ში თავი და წავიკითხოთ აღთქმის სიტყვა, როცა ღმერთი ცეცხლით განიკითხავს სამყაროს, ის გვიხსნის. ასეთი უწყება ძვირფასი და კურთხეულია. ნახოთ ღვთის სიტყვა ესაიას 43 მუხლი 1-ში. მაგრამ ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი იაკობ და შენი გამომსახველი ისრაელ. ნუ გეშინიათ, რადგან გამოგისყიდეთ, მოგიწოდეთ თქვენი სახელით, ჩემი ხართ თქვენ. როდესაც გაივლით წყლებში, მე თქვენთანა ვარ და მდინარეებში არ წაგლეკავენ. როდესაც ცეცხლში გაივლით, არ დაიწვევით და ალი არ დაგწვავთ. რადგან მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი ისრაელის წმიდა, თქვენი მხსნელი, თქვენს გამოსასყიდად ეგვიპტე გავეცი, ქუში და შებაყი თქვენს სანაცვლოდ. რადგანაც ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ღირსეული იყავი და მე შეგიყვარე შენ. მე გავცემ სხვა ადამიანებს შენს სანაცვლოდ და სხვა ხალხებს შენი სიცოცხლის სანაცვლოდ. ნუ გეშინია, რადგან მე შენთანა ვარ, აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს თესლს და დასავლეთიდან შეგკრებ შენ. ის დღესაც გვაწვდის ამ უწყებას. წყალშიც და ცეცხლშიც რას ამბობს, რას გააკეთებს. დაგვპირდა ჩვენთან ყოფნას და ყველაფრისგან დახსნას. გადავშალოთ ფსალმუნი 10-ი თავი, მუხლი 7. 10-ი თავი, მუხლი 7. დაეცემა შენს გვერდით 1000 და 10,000 შენს მარჯვნივ, შენ კი არ მოგეკარება. მხოლოდ შენი თვალით შეხედავ და დაინახავ მისაგებელს ბოროტეულთა. რადგან შენ, ამბობ უფალი არის ჩემი თავშესაფარი, შენ საცხოვრისა და ირჩიე უზენაესი. არ შეგემთხვევა სიავე და წყლული ვერ მიეკარება შენს კარავს. განა ღმერთი არ გვპირდება, რომ კატასტროფას აგვარიდებს. ნახოთ, როგორ დაიცავს ღმერთი სიონის ყველა შვილს, როგორც მან განაცხადა. წყლითა და ცეცხლით განკითხვა კაცობრიობას ჯერ არ უნახავს. მაგრამ ეს მოვლენები ღვთის სიტყვისამებრ აღსრულდება, ამიტომ მზადყოფნა გვმართებს. გადავშალოთ გამოსვლის მე 12 თავი და წავიკითხოთ აღთქმა, თუ როგორ გვიხსნის წყლისა და ცეცხლისგან. გამოსვლა მე 12 თავის მე 11 მუხლი. და ასე ჭამეთ იგი, წელი შემორთმული გქონდეთ სარტყლით, ფეხსაცმელი ფეხთ გეცვათ და კვერთხი ხელში გეჭიროთ და ჭამეთ იგი ჩქარა. ეს პასექია უფლისთვის. მუხლი 12. და მე ჩავივლი ეგვიპტის ქვეყანაზე ამ ღამეს და მოვაკვდინებ ყოველ პირმშოს ეგვიპტის ქვეყანაში, ადამიანიდან პირუტყვამდე და ეგვიპტის ყოველ ღმერთს განვიკითხავ. მე ვარ უფალი. და იყოს ის სისხლი თქვენთვის ნიშნად სახლებზე, სადაც თქვენ იმყოფებით. დავინახავ სისხლს.
ღმერთმა ბრძანა, კრავის სისხლი ეცხოთ კარის წირთხლების ორივე მხარესა და თავზე. რას გააკეთებს ის, როდესაც სისხლს დაინახავს? და გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი, როცა გავწყვეტ ეგვიპტის ქვეყანას. ეს აღთქმა არ შესრულდა მხოლოდ ეგვიპტის მიწაზე დაახლოებით 3-500 წლის წინ. რას ამბობს ღმერთი მე 14-ში? იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ. რა არის ეს დღე? ეს პასექია და დღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული თქვენი უფლისა თქვენს თაობებში. საუკუნო წესად დღესასწაულეთ იგი. ამგვარად პასექი შეიძლება ჩაითვალოს ღვთის აღთქმის სარწმუნოებად. პასექი შეიცავს დიდებულ აღთქმას, რომ ღმერთი მუდამ დაიცავს სიონის შვილებს. წყლით იქნება სამსჯავროდ, ცეცხლით თუ სხვაგვარად. ამიტომ საზღვარგარეთ წასვლისას ვრცლად ასწავლეთ პასექის ისტორია და სრულად აუხსენით, რატომ უნდა დავიცვათ იგი. როგორც ნოე ემზადებოდა უხილავისთვის, ღმერთმა ჩვენც მოგცა პასექი უხილავისთვის მოსამზადებლად. ის გზას უმზადებს კაცობრიობას სიონში დასაბრუნებლად, სადაც მისი დღესასწაულები იმართება. გამოსვლის მე 12 თავში ის გვპირდება, გვერდს აგივლით და არ იქნება თქვენში დამღუპველი სენი. რა საშუალებით გვაძლევს ღმერთი ამ აღთქმას? განა ეს არ არის აღთქმა, რომელსაც ღმერთი პასექით გვაძლევს. ამიტომ წერია 91 ფსალმოში. დაეცემა შენს გვერდით 1000 და 10,000 შენს მარჯვნივ, შენ კი რას ამბობს ბიბლია, რა მოხდება? აღთქმა, რომ შენ კი არ მოგეკარება, ვის ეხება ეს სიტყვა? რა უნდა დაიცვან მათ ამ აღთქმის მისაღებად? ეს არის აღთქმა, რომელიც ღმერთმა მისცა მათ, ვინც პასექს იცავს. დღეს, როცა გულზე აღვიბეჭდავთ ღვთის ჭეშმარიტების სიტყვებს, ბიბლიით დავადასტუროთ კიდევ რამდენიმე დეტალი იმ დღეზე, როცა ღმერთი ცეცხლით განიკითხავს სამყაროს. ერთად განვიხილოთ იერემია მე-4 თავის მე-9 მუხლი. იერემია მე-4 თავის მე-9 მუხლში წერია. და იქნება იმ დღეს სიტყვა უფლისა, ჩაკვდება მეფის გული და მთავართა გული. ბიბლია ამბობს, რომ მათ გული ჩაუკვდებათ, რადგან ეს სცენა იქნება სრულიად შემზარავი და შოკის მომგვრელი. და შეძრწუნდებიან მღვდლები და წინასწარმეტყველნი გაოცდებიან. ცეცხლოვანი სამსჯავროს დარჩენილი დრო ასეთი სცენებით იქნება სავსე. ახლა კი გადავიდეთ იერემიას მე-5 თავის პირველ მუხლზე. იერემიას მე-5 თავის პირველი მუხლი. გაი არ გამოიარეთ იერუსალიმის ქუჩებში, გაიხედ გამოიხედეთ და მოიკითხეთ მის მოედნებზე. და თუ იპოვით კაცს, სამართლის მქნელს, ჭეშმარიტების მძებნელს, მაშინ მეც ვაპატიებდი მას. ეს არ ჰგავს მონაკვეთს, რომელიც სადღაც ადრეც გვსმენია. კიდევ სად ვნახეთ ბიბლიაში ასეთი სიტყვები? სოდომისა და გომორას განადგურებამდე აბრაამი ღმერთს ევედრებოდა. მართლებსაც ბოროტებთან ერთად გაანადგურებ და გამუდმებით ამცირებდა ქალაქების გადასარჩენად საჭირო მართალთა რაოდენობას. თუმცა საბოლოოდ, რადგან სოდომსა და გომორაში მართალთა მცირე რაოდენობაც კი არ იყო, ღმერთმა ცეცხლით გამოიტანა თავისი საბოლოო განაჩენი. აქაც ღმერთი ამბობს, თუ იპოვით კაცს, ვაპატიებდი მას. სოფლიო უფრო და უფრო ბოროტი ხდება, სულ უფრო შორდება ღვთის სიმართლეს და სულიერად ქვავდება. ვიღაცამ შეიძლება თქვას, განა ღვთის ეკლესია ზედმეტად მკაცრი არ არის და მხოლოდ ბიბლიას მიჰყვება? როგორ შეიძლება ვინმე მასე დამთრგუნველად იცხოვროს? ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრება არასდროს არის დამთრგუნველი. ეს ყველაზე უსაფრთხო, კურთხეული და უტყუარი გზაა. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ასეთი ცხოვრება.
როდესაც დრო გექნებათ, გთხოვთ, ასევე გადახედოთ 2 მოციქულისა მესამე, მალაქია მეოთხე და სოფონია პირველი აღწერილ სცენებს. მოდით, გადავხედოთ ესაიას 24 თავის ერთილ მუხლს. ესაიას 24 თავის ერთილი მუხლი. აჰა, უფალია უკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს. გამოთქმა, რომ ღმერთი აუკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, აჩვენებს, თუ რამდენად დიდი უნდა იყოს მისი რისხვა. თუმცა ეს ბიბლიური ტერმინებით შერბილებული გამოთქმა, მაინც იგრძნობა ღვთისწმინდა რისხვის იდეადე. ნათქვამია, რომ ღმერთი უბრალოდ არ ტოვებს დედამიწას ისეც, როგორიც არის, პირიქით, რადგან მისი ბოროტება ახლა ზეცას ახდევს, ის მას აოხრებს და გაანადგურებს. აჰა, უფალია უკაცრიელებს ქვეყანას და აოხრებს მას, ასხვაფერებს მის სახეს და ფანტავს მის მცხოვრებ. და ერთი იქნება ერი და მღვდელი, მონა და მისი ბატონი, ხევალი და მისი ქალბატონი. ყიდველი და გამყიდველი, გამსესხებელი და მსესხებელი, მევახშე და მოვალე. გაუკაცრიელდება ქვეყანა და გაიძარცვება, რადგან უფალმა წარმოთქვა ეს სიტყვა. გლოვობს მიილია ქვეყანა, სასოწარკვეთილებაში მიილია ქვეყანა, დაუძლურდნენ დიდებულნი ქვეყნის ერისა. ქვეყანა შეიბილწა მისი მცხოვრებლების მიერ, რადგან გადავიდნენ რჯულს, შეცვალეს წესი და არღვიეს საუკუნო აღთქმა. ამის გამო წყევლამ შეჭამა ქვეყანა და დაისაჯნენ მისი მცხოვრებნი. ამის გამო გადაიბუგნენ ქვეყნის მცხოვრებნი და სულ ცოტა დარჩა ხალხი. მაჭარი გლოვობს, გახმა ვაზი, ოხრავს ყველა გულით მხიარული. შეწყდა დაფდაფების ლხინი, მიწყდა მოლხინეთა ჟრიამული, შეწყდა ქნარის სიხარული. სიმღერით აღარ შესვა მღვინოს, გაუმწარდებათ სასმელი მის მსმელებს. დაილეცა უკაცური ქალაქი, დაიკეტა ყველა სახლის მისასვლელი. ღრიალია ქუჩებში ღვინის გამო, ჩაჟამდა ყველა მხიარულება, განიდევნა ქვეყნიდან სიხარული. უდაბურება დარჩა ქალაქში და ნანგრევებად იქცა კარიბჭე. რადგან ასე მოხდება ქვეყნის შუაგულში, ხალხებს შორის. როგორც ზეთისხილის ჩამობერტყვისას, როგორც დაკრეფის შემდეგ, როდესაც დამთავრდა მოსავლის აღება. ყველამ წარმოიდგინეთ ასეთი გარემო და ატმოსფერო. ამ ფონზე ცნობა, რომ ღმერთი სიონში პასექის დამცველებს უბედურებას ააცილებს, გამოისყიდის მათ და ცათა სასუფეველში შეიყვანს ყველას, განა ეს უმშვენიერესი და საოცარი ამბავი არ არის. ეს ცნობა უნდა გაუზიაროთ მეზობლებს, ოჯახებს, ნათესავებს და ჩვენს გარშემო მყოფთ. ჩვენ არ ვავრცელებთ იმას, რაც მსოფლიოს ავნებს. კაცობრიობას უდიდეს სარგებელს ვთავაზობთ. განავყოფმანობთ ან გვეშინია, როცა ადამიანს რაიმე კარგს ვაძლევთ, თქვენ იტყოდით, მინდა რაღაც გაგიზიაროთ, ეს ძალიან მოგეწონებათ, უბრალოდ ჯერ ვერ აცნობიერებთ. იქნება ეს თქვენი შვილის თუ მშობლების დაბადების დღე. როცა საჩუქარს ამზადებთ, განა იმ ფიქრით არ ჩუქნით, როცა ამას გახსნიან, ძალიან გაუხარდებათ. ასეთი გულით უნდა ვიქადაგოთ სახარება და ეს საჩუქრები თითო-თითოდ გავუზიაროთ. ამიტომ ცნობას, რომელსაც ვავრცელებთ, სიხარული მოაქვს. განა ეს ცნობა ბიბლიაში სახარებად არ არის ჩაწერილი, რაც სასიხარულო ცნობას ნიშნავს. ფართოდ გავავრცელოთ იგი. ჩვენ უნდა ვაუწყოთ ღვთისნება, როგორც ნოეს დროს სამყარო წყლით განიკითხა. ასევე ღმერთი უთუოდ აღასრულებს სამსჯავროს უკანასკნელ დღეებში. მაგრამ ეს მხოლოდ საშინელი და გასაოცარი მოვლენები არ არის, არსებობს ღვთისხსნის აღთქმაც. ამიტომ, ყველა სული პასექის მაცოცხლებელი ჭეშმარიტებისკენ მივმართოთ. ასეთი გულით ვუთხრათ ყველას, არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა, აუცილებლად გამოიყენეთ იგი.
ეს ბოლო და განსაკუთრებული შანსია, ამიტომ შემოგვიერთდით პასექზე, სიცოცხლის დღესასწაულზე და მიიღეთ ღვთის კურთხევა და მადლი. ამ გულით ჩვენ აუცილებლად უნდა ვუქადაგოთ ახალი აღთქმის ძვირფასი სახარება მსოფლიოს ყველა ხალხს. ღმერთმა ბრძანა, რომ ეს ორი სამსჯავრო უთუოდ აღსრულდება. მაგრამ რადგან წუთისოფლის ხალხი დაუდევრად იქცევა, არ ნიშნავს, რომ ჩვენც მათ უნდა ავყვეთ. პირიქით, ღვთის სწავლებისამებრ თუ ღმერთი ამბობს, ეს უწმინდურია, ეს უღვთოა, მაშინ ეს ყველაფერი უნდა მოვიშოროთ. განა ჩვენ სიონის ხალხი არ ვართ, რომლებიც ღვთის სწავლებებს ვსწავლობთ და მისდევთ. შემდეგ უნდა ვიკითხოთ, რა სწავლებებია სიონში? და ასევე უნდა ვიკითხოთ, როგორ გხელმძღვანელობს ღმერთი ამ ეპოქაში. თუ გავხდებით ღვთის ხალხი, რომელიც ყურად იღებს მის ხელმძღვანელობას და იცის, როგორ მიხვეს მას, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთი უსაფრთხოდ შეიყვანს თავის ხალხს ცათა სასუფეველში, ამ ბოროტ და მლუშ თაობაშიც კი. ამიტომ ვკითხოთ საკუთარ თავს, რატომ განიკითხა ხალხი ნოესა და სოდომ გომორის დროს და რატომ დგას ეს უკანასკნელი ჟამი ღვთის სამსჯავროს წინაშე. გევედრებით, არასოდეს დაივიწყოთ ეს. ასეთ ადგილებში ხალხი ყოველთვის ყველაფერს აკეთებდა ღვთის სწავლებების საწინააღმდეგოდ. გაკვეთილი, რომელიც ღმერთმა დღეს ორი სამსჯავრო და პასექით გვასწავლა, ისაა, რომ მისი ნება ამოგვამზადოს ამ ჟამისთვის, როგორც ნოეს დროს. გულმხურვალედ ვლოცულობ, რომ ეს გულთან ახლოს მიიტანოთ, რათა ყველა მსიხარულით შეხვდეთ წლევანდელ პასექს. იმ იმედით, რომ დიდი მადლი მიიღეთ, მინდა დღევანდელი ქადაგება ამით დავასრულო. დიდი მადლობა.